მოგესალმებით, სტუდია ნომერი 8 კვლავ პირდაპირ ეთერშია. დღეს სტუდიაში ვიმუშავებ თქვენთვის მე, ირმა ცხორაგაული. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს ზარებს. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დამიკავშირდეთ ეკრანზე ამონტაჟებულ ნომერზე და ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. დღეს მე მსურს ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან და სასიცოცხლო თემაზე ჩვენთვის, ქართველებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მზერა და ყურადღება მიპყრობილია სულ სხვა გარემოებებზე და სულ სხვა საკითხებზე, თუმცა თუ კი ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ რაიმე კითხვა დასვათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მე ვგულისხმობ ამერიკა, რუსეთ, უკრაინა, ევროპის თემას კი ბატონო, სიამოვნებით ამომწურავად კი პასუხობთ ყველა საკითხზე, თუმცა მე მინდა დავიწყო საუბარი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი და ეს გახლავთ ის ნარკოპოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ გვთავაზობს ჩვენი ხელისუფლება. ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან ბევრი კითხვები იბადება ამ თემის გარშემო. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად ნარკოპოლიტიკა როგორც ასეთი ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში და გამკაცრებულიც იყო რეალიზატორებთან დაკავშირებული საკითხი. უშუალოდ ნარკორეალიზატორები გამომდინარე იქედან თუ რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდებოდათ, იმის მიხედვით უვადო პატიმრობასაც კი გულისხმობდა ეს დანაშაული. დღეს უკვე ჩვენ ხედავთ, რომ 8 სხვადასხვა კანონში ცვლილებები შედის და მათ შორის გამკაცრებულია რეალიზატორების არა მხოლოდ იმ დიდ ნაწილში, სადაც ბევრი დიდი ოდენობით ნარკოტიკი, არამედ აი მცირეც კი თუ აღმოჩნდება, იქედან 12, 15, 20 და შეიძლება უვადო პატიმრობაც კი. შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის აქ ის, რომ თუ კი ვთქვათ საჭესთან მჯდომ ადამიანს აღმოუჩინეს, მაშინ მას 5 წლით 3 წლით მას აღარ შეუძლია ტრანსპორტით ისარგებლოს, ანუ მას ასე ვთქვათ ჯარიმაც ეკისრება და ამავდროულად შეიძლება პატიმრობაც კი 60 დღის განმავლობაში. ან და შესაძლებელია თუ კი ვთქვათ ძღოლი არ დასთანხმდა, ან დაგნებათ სხვა ვიღაც ეჭვმიტანილი ქუჩაში გამვლელი არ დასთანხმდა პოლიციას, რომ გაყვეს ვთქვათ ლაბორატორიაში, სადაც შემოწმება უნდა მოხდეს მისი, აი ამ შემთხვევაშიც ჯარიმები და კვლავ რაღაც სანქციები წესდება მათ მიმართ. ეხლა ძალიან საინტერესოა იცით რა, რატომ ჩნდება კითხვები. პირველი კითხვა ის თუ რამდენად ეფექტური იყო აქამდე ხელისუფლების ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხი, რამდენად ეფექტურია ის პროგრამა, რომელიც შემოტანილი ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამა ჩვენს ქვეყანაში და მესამე, რატომ მაინც და მაინც დღეს ასე გამკაცრება. მოდით ეტაპობრივად მივყვეთ ყველაფერს. ეხლა რატომ ვთქვათ რა პოლიტიკას მიყვებოდა ქართული ოცნება? მინდა გითხრათ, რომ ჩემდა სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ კვლავ თავი იმართლა, რომ დაუშვეს შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც დღეს ეს დაკავშირებული ხომ არ არის იმ აქციებთან ვთქვათ, ამაზე კიდევ მესამე ნაწილში ვისაუბრებ ჩვენ აუცილებლად. ამაზე პასუხი მივიღეთ ქართული ოცნებისგან და მათ ბრძანეს, რომ ეს იყო ზეწოლა ვთქვათ ნარკოლიბერალური პოლიტიკისა, რომელსაც თავაზობდა ვთქვათ ევროპა საქართველოს. ძალიან დიდი ბოდიშით და გავიგე, რომ ძალიან დიდი ზეწოლა გქონდათ ევროპისგან. გავიგე, რომ ძალიან დიდი ზეწოლა გქონდათ ვთქვათ ნაცები უნდა შეგეთრიათ პარლამენტში. გავიგე, რომ უნდა მოგეძლიერებინათ ის არასამთავრობოები, რომლებითაც ისინი იკვებებოდნენ. გავიგე, რომ უნდა მოგეძლიერებინათ დავალება გქონდათ პირდაპირ ეთერები, სატელევიზიო ეთერები, ის ტელევიზიები, რომლებიც კურირებდნენ ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობებს და სწორედ ესენი რომ აძლიერებდნენ. გავიგე, რომ სპეციალურად ადგავდით ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომ ხალხი გაბრაზებულიყო, გარეთ გამოსულიყო და მერე გეთქვათ, რომ დედა შეხედე ნაციონალებს რამდენი წარმომადგენელი
მწვრთნელი ყოლია და რამდენი მხარდამჭერი და ესენი გაიმარჯვებენ, აბარა დიდ პროცენტს აიღებენ და ეს არის სწორედაც ის პირველი ოპოზიციური ძალა ნახეთ რამდენი მხარდამჭერი ყავს, ანუ თქვენ თვითონ ახდენით ამის პროვოცირებას და ეხლა შეკითხვა მაქვს მე თქვენთან. აი სწორედ იმ ფსევდო ლიბერალურ პოლიტიკას რომ ახორციელებდით აქ აი ამ ნარკოტიკებთან მიმართებაში და ლიბერალური ნარკოტიკული პროგრამა რომ დაარქვით ამას. რამდენი ახალგაზრდა დაღუპეთ, რამდენი ოჯახი გააუბედურეთ თქვენი აი ამ ყურმოჭრილი მონობით ევროპისათვის. ყველაფრისთვის დაგეჯერებინათ, ეს როგორ დაიჯერეთ და აი ამდენ ხანს როგორ ქონდა თქვენ ასეთი ლიბერალური პოლიტიკა, სწორედაც აი ამ ჩვენი ახალგაზრდების და ჩვენი ოჯახების მიმართ. ვინ მოგცა თქვენ ამისი უფლება? ზარია პირდაპირ ეთერში და გავაგრძელებ აუცილებლად საუბარს. რამდენი ოჯახი გააუბედურეთ თქვენი აი ამ გისმენთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. მოგესალმებით, ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გაითიშა სამწუხაროდ ზარი რაღაც ტექნიკური ხარვეზე, ანუ მე ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ თავის იმის უფლებაც კი მიცა, რომ ოღონდაც მოეწონებინათ თავი ევროპისათვის და ევროპისთვის და ამერიკისთვის მისაღები ხელისუფლება ყოფილიყო, მათ გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი ახალგაზრდობა, გაწირეს ჩვენი მომავალი თაობა. დიახ, გაწირეს პირდაპირ გაგები და პირდაპირ მნიშვნელობით, რადგან იმიტომ რომ მე ეხლა ვფიქრობ არახალზე ვსაუბრობ და რაღაცა სასწაულ თემას არ ვიგონებ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, ძველგაზრდაც დამოკიდებული ამ ნარკოპოლიტიკაზე, ამ ნარკოტიკებზე. ეხლა მეორე საკითხი. სწორედაც თქვენი ნარკოპოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ისევე როგორც სხვა დანარჩენ ევროპულ და უამრავ ქვეყანაში, მსოფლიოში მოქმედებს ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამა. ბედნიერია ის ოჯახი, ვინც არ იცის რა არის ეს მეტადონის პროგრამა და სწორედ იმ მსმენელებისათვის, ვინც ეს არ იცის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უამრავმა თქვენთან განმაიცის, იმიტომ რომ თქვენს გარშემო მოხდება ეს ყველაფერი, თქვენ სამეზობლოში, თქვენ სანათესაოში ხდება და ეს ხილულია. აი ეს მეტადონის პროგრამა გათვლილია აი იმ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე, იმ გაჭირვებულ ადამიანებზე, ეგრეთ წოდებულ ავადმყოფ ადამიანებზე. კვლავ ზარია არ ვალოდინებ, იმიტომ რომ მე ითიშება და გავაგრძელოთ მეტადონის პროგრამაზე საუბარი. მოგესალმებით, ბრძანეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, ძილ პოზიციით. მე სხვა თემაზე ვეკავ აბსოლუტურად თბილისს აღარ აგავს. ამდე რატო არავინ არ ვიღებთ ხვას? შეიძლება ყველა პატარა ადგილი სადაც არის ერთ სკვერს გააკეთებს სადღაც სკვერია. იქ აი ამდენი სახლები რო ჩარგოდა ასეთი სიბინძური რო ქალაქში რატო არ იღებთ ხვას? უბრალოდ გეკითხები, როგორც საკუთარ დას ისე რა არის? მე 85 წლის კაცი ვარ და თბილისში დავიბოდა არც სოფელი მაგა რა არის? ვერ გაივლი ქალაქში სიბინძურას მია ბატონო ჩემო, ბოდიშს გიხდით, ეხლა მე ცენტრში ვცხოვრობ და იშვიათად მიხდება პერიფერიებში გასვლა სიმართლე გითხრათ, თუმცა მე მაინტერესებს იქნებ უშუალოდ უბანი მიგვითითოთ, იქნებ ვინმე მოისმინოს, გაიგოს რომელ უბანზეა საუბარი, სად არის ასეთი აუტანელი სიბინძურა? ყველგან, თბილისში დაწყებული წესდა სადაც სულ ყველგან, განსაკუთრებით აღარ მინდა დავასახელო, ყველგან ეგრეა. საზონაში ეგრეა და ვაკეში არ იქნება, არ ვიცი, ვაკეში სახლი არა მაქვს. სადაც თვითონ ცხოვრობენ, იქ რო არ იქნება, ეს ხო ნაღდია. გასაგებია ბატონო, გასაგებია, მადლობა, დიდი მადლობა ნამდვილად. გაითვალისწინოს ახლა ვინმე თუ გვისმენს ამას აუცილებლად ეს ვფიქრობ ეს დასუფთავების სამსახური კი მუშაობს ახლა მე თვალყურს ვადევნებ მეც თბილისის მაცხოვრებელი ვარ თბილისში ვცხოვრობ თუმცა ცენტრში ვცხოვრობ და ნამდვილად იშვიათად მიწევს ახლა პერიფერიებში გასვლა თუმცა რახან ბატონი საუბრობს და შეწუხებულია სავარაუდოდ ასეა მაგრამ ერთი რამ კი არის რომ ეს ნაგავ საყრელი ეს უზარმაზარი მანქანები არ ვიცი მე ვერ აუდიან თუ როგორ არის საქმე არ შეიძლება რომ
ღამე გვიან, აი ამ დროს იწყებდნენ მუშაობას, როდესაც ქალაქი უფრო განტვირთულია, რატომ? იმიტომ რომ მართლა ამ მანქანებით იქნება ძალიან დიდი კოლაფსი და საშინელება. ისედაც გადატვირთულ ქალაქში აი ამ რიგებში დგომა რო გვიწევს ავტომობილებით, აი ეს ნაგავგასაყრელი მანქანები უფრო დიდ პრობლემებს გვექმნიან და ნამდვილად ეს მისახედია. ეხლა გავაგრძელოთ აუცილებლად ჩვენ ამ მეტადონის პროგრამაზე საუბარი. რისთვის არის ეს მეტადონის პროგრამა? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის იმისათვის, როდესაც ადამიანი არის რაიმე სხვა ტიპის ნარკოტიკით დაავადებული, ასე ვთქვათ, დამოკიდებული, შეიმუშავეს ასეთი პროგრამა, ამ მეტადონის პროგრამა, სადაც არ ვიცი, ისიც არ ვიცი, წვეთებია, ტაბლეტებია თუ როგორც არის, თუ აბები უკაცრავად ამ სიტყვაზე, აბებია, მოკლედ ამას იღებს ადამიანი და ნელ-ნელა მან ეს უნდა შეამციროს და ეს ეხმარება მას, ასე ვთქვათ, ნარკოდამოკიდებული რომ აღარ იყოს, ვთქვათ, რაღაცა სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. ანუ ეს არის მისი გამაჯანსაღებელი და მისთვის დამხმარე რაღაც აი ასეთი ნაბიჯები. ეხლა პირველი ის რომ ეს თვითონ ეს მეტადონი არის დამანგრეველი, რომელიც ძალიან შემზარავად პირდაპირ ვიტყვი მოქმედებს ადამიანის ტვინზე, ფსიქიკაზე, ფილტვებზე, თირკმელზე, კუჭზე, ღვიძლზე, მოკლედ აბსოლუტურად მთელს ორგანიზმზე და მისი ხანგრძლივი მიღების შემდეგ ადამიანი ფაქტიურად უნარო ხდება და საერთოდ ამ ცხოვრებისეული უკვე აღარ არის, ეს ფაქტია. ანუ დიდი ხნით მისი მიღება არ შეიძლება. ეხლა რატომ ვიბრძვი და თუ კი ასეთი კარგია ეს მეტადონი, რომელიც ეხმარება, ვთქვათ, ამ ნარკოტიკების მომხმარებლებს და გამოიყვანს მათ მდგომარეობაში, მაშინ რაღა მაბრაზებს, ხო? იცით რა მაბრაზებს, ჩემო ძალიან ძვირფასებო? პირველი ის, რომ ამ პროგრამაში ჩაწერა ნებისმიერ შეუძლია. ეხლა მე ირმა ცხორაგაულს გამახსენდა, ხვალ მომიდა, ვთქვათ, ამ პროგრამაში ჩაწერა და მივდივარ პირდაპირ მიმაქვს ჩემი მონაცემები, ჩემი ეს რა ქვია, პირადობის მოწმობა და პირდაპირ წერენ და მეუბნებიან, კი ბატონო, მობძანდით და აი რა დოზით უნდა დავიწყოთ, ვთქვათ, რაღაც გარკვეული დოზით, ხო? და მე ვიცი რომ ის დოზა ჩემთვის საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ის რაღაც ტკივილები არ გადავიტანო, ვთქვათ, იმ მეორე ნარკოტიკს რომ აღარ მივიღებ. ფაქტი ის არის, რომ დროთა განმავლობაში მე შემიძლია, როცა მინდა, როგორც გამეხარდება, მივიდე და უთხრა, იცით რა, ეს დოზა უნდა მომიმატოთ. კვლავ ზარია და დოზებზე გავაგრძელოთ საუბარი. მობძანდით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ფაქტი ის არის, რომ მობძანდით, გისმენთ? ისაუბრეთ. ალო. საღამო მშვიდობის, ისაუბრეთ, გისმენთ? საღამო მშვიდობის. მე პალდუბოს რაიონიდან დაგირეკავთ. საიდან? პალდუბოს რაიონიდან. დიახ. ეს თემა შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ გუშინ გოჩა ჯოჯუა და გიორგი ლოვიას უსმენდი და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მიდიოდა საუბარი. დიახ. შემოტანილი პროდუქციას და ჩვენ პალდუბოს რაიონის მაცხოვრებლები გააღარიბეს ირანიდან შემოაქვთ ტრაილერებით წვანილი და აგზავნიან უკრაინაში. შენ თქვენ წარმოვიდგინეთ, უკრაინაში არ შეიძლება გატანა ირანის საკონელის და ჩერეს საქართველოსი მიდის. ერთი 10 ტრაილერი მოდის ალბათ კვირაში, მინიმუმ. ხო და ეს სოფლის გლეხობა გააღარიბეს მთლიანად, თავის პროდუქციას მოწეული აქვს და ვერ ასაღებენ. საღდება ის დიაფათ მოტარიდი ირანის და ეს გააჟღერეთ რა, აუცილებელია თუ რა. ხელისუფლება ხმას არ იღებს ამაზე, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მნიშვნელოვანი თემა ახლა ირანიდან უკრაინაში, ეს სერიოზული ამბავია ბატონო, რაც ახლა ბრძანეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პროდუქტი ნამდვილად ჩვენი გლეხი გაღატაკდა, გაღარიბდა, აიღო უზარმაზარი ვალები და ვერ ასაღებს თავის პროდუქციას, იმიტომ რომ ჩვენი
ბაზარი, ასე ვთქვათ, გაჯერებულია უცხოური პროდუქტით და უცხოური სოფლის მეურნეობის რაღაცა წარმოების ხილითა თუ ბოსტნეული და ძალიან ძვირი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მისი ტრანსპორტირება ხო ძვირი აქვს, შემოტანა, მერე გამბაჟება და რაღაც ხო გაცილებით ძვირია. ამავდროულად ის რომ ვარგისი იყოს დიდი ხანი მას უწევს ტრანსპორტში ყოფნა, ხო, მისი ტრანსპორტირება დიდი ხანი ჭირდება მას, ამისათვის იგი აუცილებლად მოწამლულია იმ რაღაცა საწამლავები და იმ რაღაცა დამხმარე ნივთიერებებით, რომ მან თავი, ვთქვათ, შეინახოს და ჩვენამდე რაღაცნაირად მოაღწიოს, ხო? ეხლა აგერ ამას წინათაც საუბრობდი, ღმერთო ჩემო, კიტრი მაცივარში 2 დღეში, აი თავიდან კი არ დალპა, როგორც წება ხოლმე, სრულად დალპანო ეს მივთითებს იმაზე, რომ ის აბსოლუტურად გაჯერებულიყო რაღაცა საშინელი ნივთიერებებით. მაშინ, როდესაც აი ჩვენი, ვთქვათ, კიტრი, პომიდორი, თურქული პომიდორი, თვითონ თურქები თავის თურქულ პომიდორს აქ არ ყიდულობენ, დადიან ბაზარში და ეძებენ ქართულ პომიდორს. ზარია კვლავ ეთერში, არ გალოდინებთ, მობრძანდით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ბრძანეთ, გისმენთ. გაითიშა კვლავ რაღაც ტექნიკური ხარვეზია, როგორც ჩანს დღეს ცოტა გვიჭირს დაკავშირება. მოკლედ საუბრობდით ამ მეტადონის პროგრამაზე და უშუალოდ იქ მითითებულ დოზებზე, ხო? მინდა გითხრათ, რომ ანუ ადამიანი, რომელიც თუ კი ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანს დაეხმაროს, თავის მოქალაქეს დაეხმაროს, რომ რაღაცნაირად აღარ იყოს ის ნარკოდამოკიდებული და აი ამ რაღაც პროგრამაში ეძლევა მას საშუალება, რომ ჩაჯდეს, მაშინ ის აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს და აი ამ ადამიანს, რომელიც მიდის ამ პროგრამაში, მას არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავის ჭკუაზე როცა უნდა მოუმატებს იმ დოზას, როცა უნდა დააკლებს, ანუ სრული თავისუფლება. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ადვილი რომ იყოს ნარკოტიკის და ეს მეტადონიც იგივე დამოკიდებული ხდები მე ამ მეტადონზე. ანუ ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ადამიანს და მე ვფიქრობ ეს 100-დან, რა ვიცი, 90 ადამიანი ამას ალბათ ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გონებიდან იმართება, ხო? აი ვერ შეძლებს ვერანაირად და ამიტომ ის მეტადონი უკვე შენ რომ არ აიძულებ და მას ნელ-ნელა ამ დოზას არ უკლებ, ანუ სამედიცინო პრევენციის ზომებით არ იყენებ ამას და მას აძლევ იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი მოიხმაროს, ეს რანაირი დახმარება? დახმარება კი არა, თქვენ ღუპავთ პირდაპირ ამ ადამიანებს. გარდა ამისა, შემდეგ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ამ ადამიანს უკვე აღარ ყოფნის ის 5 აბია თუ 5 წვეთია თუ როგორც არის, არ ვიცი თუ 15, არ ვიცი, ახლა მე ამაში ვერ ვერკვევი, ხო? და უკვე რომ ადის 30-ზე, 40-ზე თუ როგორც არის, მე უკვე უფრო და უფრო უმატებს, იმიტომ რომ ის ცოტა აღარ ყოფნის. ამიტომ სპეციალური პროგრამა რომ შემოგაქვთ და რომ გინდათ რომ ხალხს დაეხმაროთ, მაშინ მეთოდურად მიყევით ამას და აიძულეთ ამ ადამიანს, რომ ნუღარ მიცემთ იმის თავისუფლებას, რომ როცა უნდა მოიმატებს, როცა უნდა დაიკლებს, ხო? ეს ერთი საკითხი. ეხლა მეორე საკითხი, კვლავ ხანგრძლივად მიღების შემდეგ მე უკვე აღვნიშნე, რომ ადამიანი სრულად ინგრევა. ეხლა მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ პროგრამაში გაერთიანებული ადამიანები ვერ მუშაობენ საჯარო სამსახურში. მათ არ ეძლევათ და მე ვფიქრობ, რომ არც კერძო სტრუქტურაში ახლა თუ ვიღაც ნაცნობი და ახლობელი არ ყავს, იმიტომ რომ ყველგან ითხოვენ ამ ნარკოლოგიურ დასკვნას, რომ შენ ხარ თუ არა ხარ ამ პროგრამაში ჩართული, ხო? და იქ რაღაც ცნობა არის ნარკოლოგიური ცენტრიდან მისატანი. ანუ ხელისუფლება მეუბნება იმას, რომ მე ეს პროგრამა შემოგიტანე, მოგეცი სრული თავისუფლება, რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ მე შენ სამსახურში არ მიგიღებ, იმიტომ რომ შენ საზოგადოებისგან იზოლაცია უნდა მოვახდინო შენი. შენ საზოგადოების წევრი არ ხარ. შენ სამსახური არ გეკუთვნის, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ შენ ამ დოზებს თავისუფლად რო უმატებ, შენ უკვე გონებაც არეული გაქვს და ჯანმრთელობაც შერყეული გაქვს, ამიტომ მე ასეთი თანამშრომელი არ მჭირდება. ანუ ხელისუფლება ერთის მხრივ ვითომ დასანახად მეუბნება, რომ მე ეს პროგრამა შემოვიტანე, მე ცივილიზებული ქვეყანა ვარ და სამყარო ვარ, მე ვეხმარები ჩემს თანამოქალაქეებს და თანამემამულებს, მაგრამ ამავდროულად ფაქტიურად სპობს მათ. სპობს და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ მეტადონთან დაკავშირებით. ნახეთ, მოხდა სასწაული და ადამიანი ებრძოლა თავის თავს, რაღაცა გარდატეხა მოახდინა თავის თავში და თქვა, რომ всё, მე ამ პროგრამიდან უნდა გამოვიდე, რაღაცნაირად ძალები მოიკრიბა
და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ნარკო დამოკიდებულ ადამიანს თავისუფლად აძლევ ნარკოტიკს, ის კი არ გადაეჩვევა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოუმატებს იმ დოზებს, ხო? ამიტომ, როდესაც მას აქვს ასეთი თავისუფლება, იშვიათად კიდევ ერთხელ ვამბობ, იშვიათი პასუხისმგებლობის და ძალისხმევის და ხელშეწყობა უნდა კონდეს ადამიანს, რომ მან თვითნებურად დაიწყოს ნელ-ნელა ამ დოზის დაკლება. ნახეთ, ნელ-ნელა დაუკლო და სრულად გამოვიდა, ვთქვათ, იგი ამ მდგომარეობიდან. მას აღარ სხვა ნარკოტიკი ჭირდება და აღარ შენი მეტადონი აღარ უნდა. აი მიდის იმ პროგრამაში და ეუბნება, რომ იცით რა, მე ამ პროგრამაში ყოფნა აღარ მინდა, მე სრულფასოვანი წევრი მინდა ამ საზოგადოების გახვდე, მე მინდა საჯარო სამსახურია თუ კერძო სტრუქტურა თუ სადღაც სამსახური დავიწყო და ჩემ ცოლ-შვილს უნდა მივუტრიალდე. ოჯახი აღარ უნდა გავამწარო, ასე ვთქვათ. იცით იქ რას ეუბნებიან? ვაიმეო, შენო ერთი წელი გაქვს საამისოდ ვადაურო, ესო კარგათო მოიფიქრო, გაიაზროვო, ერთი წელი არ უნდა იყოო ჩვენთანო მოსულიო და აი შემდეგო ვილაპარაკოთო. ანუ ეს პროგრამა ეუბნება ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ტანჯვა გაიარა, თავის თავში გარდატეხა მოახდინა, საოცრება მოახდინა, გამოვიდა ამ ნარკო დამოკიდებულებიდან და მას ეუბნებიან, რომ აი ერთი წელი უნდა გიყუროთ, შენ თუ ერთი წელი თავს გაიტან, აი ესე ვაშკაცურად დადგები, შენ თუ რაღაცაში კიდევ არ შემოძვრები და კიდევ ამ პროგრამაში არ მოხვალ, ერთი წლის მერე აგიღებთ ანალიზებს და მერე გაგცემთ ამ ცნობას. რათ უნდა ამას ერთი წელი? რატომ? იმიტომ რომ ერთი წლის განმავლობაში, აი ვთქვათ, 100-დან 10 ადამიანმა სასწაული ქნა და მოახერხა და გამოძრა ამ პროგრამიდან, ხო? იმ 10 ადამიანიდან, როგორ ფიქრობთ, იმ ერთ წელს, იმის გონებაში, რომ მას კიდევ თავისუფლად შეუძლია ამას მიუტრიალდეს, რამდენი ადამიანი შეძლებს ამის გადაბიჯებას? 1? 2? ანუ პირდაპირ შენ აიძულებ მას, რომ კვლავ მოგიტრიალდეს და ისევ იქ მოვიდეს და ეხლა გიჩნდებათ კითხვა და რატომ? რაშია ესი დაინტერესება? რაში? ამას ისევ კვლავ და კვლავ ფულებთან მივყევართ. ანუ რაც უფრო მეტად ჩვენი ხელისუფლება საქართველო დაანახებს ევროპას, რომ იცით რა, აი ამ პროგრამაში ნახეთ 1000-ობით და 10,000-ობით ადამიანი ყავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენთვის, მით მეტი დაფინანსება წამოვა, მით მეტი თანხები წამოვა და მით დიდხანს იარსებებს ეს პროგრამა ჩვენს ქვეყანაში. აი ეს არის ჩემთვის მიუღებელი ნარკოპოლიტიკა. აი ამიტომ საუბრობ, რომ თუ კი ხელისუფლება ერთის მხრივ მე მეუბნება, რომ მე ნარკოპოლიტიკას ვამკაცრებ, მე აი ეს ნარკორეალიზატორები უნდა დავიჭირო. მეტადონის პროგრამაზე რატო არაფერს მესაუბრები და რატო არაფერს მეუბნები? ეხლა მეორე. კიდევ შენ რომ მეუბნები ხელისუფლებას მიმართავ ახლა მე. შენ რომ მეუბნები მე საქართველოს მოქალაქეს, რომ მე თუ ნარკომომხმარებელი დავიჭირე, მაშინ მას დავაკისრებ ჯარიმას, დავაკისრებ რაღაცა საპატიმროს, იქ რაღაცა მართვის მოწმობას ჩამოვარდ. ამით ის გამოსწორდება? ეს გამოსწორებითი ნაბიჯებია, ხელშეწყობა ამისთვის? ანუ კვლავ და კვლავ შენ მე იმას მეუბნები, რომ მე შენით ბიუჯეტი უნდა გავამყარო. მაგრამ აქ კიდევ სხვა კითხვის ნიშანი ჩნდება. რატომ მაინც და მაინც ახლა ამ ნარკომომხმარებლებზე, თუ კი მომხმარებლებზე საუბრობთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ აი ამ მეტადონის პროგრამას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეთ. მაგრამ შენ თუ დღეს მეუბნები, რომ მე ვზრუნავ ჩემს მოქალაქეებზე და მე მას აი ესე ჯარიმას უწესებ, ეს მას ვერ დაეხმარება და არ დაეხმარება. აქ სულ სხვა მიდგომებია საჭირო და სულ სხვა გათვლებია საჭირო, მაგრამ პირდაპირ გეუბნები, თქვენ ამას იცით რატომ აკეთებთ? თქვენ ამას აკეთებთ იმისათვის, რომ ზუსტად ვიცი, მე ვიცი, მე საქართველოს რიგითმა მოქალაქემ და თქვენ არიცით, თქვენმა სპეცსამსახურებმა არიცის, აი აქციაზე ბავშვები რომ გამოდიან და გამოდიოდნენ და აი ის პოლიტიკური პარტიები ბარიერები რომ გადაალახინეთ და პარლამენტში ძალით რომ შეყარეთ და შეტენეთ, აი წყალში ბავშვებისთვის ის გარეული ნარკოტიკები რომ შექონდათ, არიცოდით? რატო იმათ არ აპატიმრებთ? რატო იმათ არ აგებინებთ პასუხს? რატომ გამაგებინეთ? აი გირჩი რომ არის ის ოფისი, იქ პირდაპირ ის მარეხუანის ის ბუჩქი რომ გაგიზარდეს და რომ გითხრეს რომ აი აქ ამ ოფისში ჩვენ ეს უნდა გავზარდოთ და თქვენის ხელისუფლება არა ხართ რომ აქ კანაფის ლეგალიზების დაკანონება რომ გინდოდათ
და მისი წარმოების დაკანონება რო გინდოდა და მაშინ ვინ ამოიღო ხმა ამაზე და ვინ დაიწყო ბრძოლა. ჩვენ ის პატრიოტთა ალიანსი ვართ პირველი, ვინც ამაზე შეგეწინააღმდეგე და სწორედაც დაგემუქრეთ იმით, რომ აქ უზარმაზარ აქციებს გაგიმართავდით და ნამდვილად გადაგაყოლებდით სწორედ მაგ პროექტს და დღეს თურმე ეს ევროპიდან ძალდატანება ყოფილა. არა ბატონებო, ეს ევროპიდან ძალდატანებაც იყო და მეორეც. აი მარიხუანის ლეგალიზება რო გინდოდა თქვენ იმ სამედიცინო თვალსაზრისით, ზუსტად ვიცით, თქვენ მოახდინეთ და მოახერხეთ კვლავ საქართველოში ვერა, მაგრამ ეს სათბურები თქვენ უცხო ქვეყანაში გააკეთეთ და მაინც იქედან თქვენ ახერხებთ, რომ იქ ის ფულები გააკეთოთ და ისევ ფულებისკენ მივდივართ, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე უნდობლობას გიცხადებ თქვენ. უნდობლობას რატომ? იმიტომ რომ თქვენ ახლა ყველანაირი ხერხით ცდილობთ, რომ ის კი არა რომ რეალური ნარკოპოლიტიკა გაატაროთ ქვეყანაში და დაიწყოთ იმ მეტადონის პროგრამით. აბა მაჩვენეთ მონაცემი, ახლა მე რომ დღეს აქ მოვდიოდი, რა თქმა უნდა, ვეძებდი მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი განიკურნა ამ მეტადონის პროგრამით. არ არსებობს. ისევე როგორც არ არსებობს მონაცემი, იცით რის შესახებ? თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენ ადამიანს რეალურად უშველა, აი ეს კურდღლებივით საცდელი პროგრამა რომ შემოგვიტანეთ, აი აქ ღვიძლის ეგრეთ წოდებული გასაჯანსაღებელი პროგრამა რომ იყო. ზარია პირდაპირ ეთერში გავაგრძელებ საუბარს. მობრძანდით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა ქალბატონო ირმა, ყველაფერში გეთანხმებით და მე უბრალოდ ვერ გავიგე ეს თქვენი საუბარი დღეს ამ თემაზეა მარტო თუ სხვა თემაზეც შეიძლება ლაპარაკი. რა თქმა უნდა ბრძანეთ, სხვა თემაზეც ბრძანეთ. უბრალოდ იცით რა შეასაქმე, აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით, მართალია ჩემთვის კარგი ამბავი იყო, რომ რაღაცა ბრძოლას იწყებს მთავრობა აი ამ ნარკორეალიზატორებთან და საერთოდ ამ კუთხით. ნუ ეხლა რა გახდება, როგორ იქნება და რანაირად იქნება, ყველაფერი ვიცით, რომ პიარისთვის კეთდება და ეს კეთდება, იმიტომ რომ წელს არის არჩევნები ოქტომბერში, ეს ყველაფერი ჩემთვის არის გასაგები, ნუ სხვისთვის შეიძლება არ არის, მაგრამ მაინც გამეხარდა, რომ აი ეს პრობლემა იქნებ გადაწყდეს, თუმცა ეს პრობლემა ესე არ გადაწყდება, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით, ეხლა მე დილეტანტი ვარ ამ საკითხში, ამიტომ ბევრს მაგაზე ვერ ვილაპარაკებ, მე უბრალოდ ვიტყვი როგორც ერთი მოქალაქე, რომ რა თქმა უნდა ეს თემა საერთოდ არის მტკივნეული, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას, ჩვენი ხალხის გამრავლებას, ჩვენი ხალხის მომავალს და ყველაფერს ესეც. რას უშვებიან იმ ახალგაზრდებს, რომელმაც უკვე დაიწყეს ამის გამოყენება და საერთოდ რა მოხდება, ჩვენ არ ვიცით, მოკლედ ჩვენს მომავალს ძალიან სჭირდება ეს და თუ გამოფხიზდნენ და რაღაცა სიკეთე გააკეთეს, ხო კაი და თუ არა და მე არ ვიცი ახლა ამაში ვერ ჩავერთვები ძალიან. უბრალოდ მე ჩვეულებრივ ვიტყვი ჩემს გულის ტკივილს, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ძველ ქალაქში, მე ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც ინგრევა, მე ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც მიწირვით არის დაზარალებული და კაციშვილი პატრონი არ არის ამ ქალაქში, აი ამ თემებზე რატო არ ვლაპარაკობთ, არ ვიცი. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, ესე ქვია, ნუ სხვადასხვა თემებზე, ეს თემა საერთოდ თითქოს არ არსებობს. ეხლა იქნება არჩევნები ადგილობრივი და იქნება თბილისის მერიაზე, მუნიციპალიტეტზე, ასე შემდეგ. კაციშვილი ხმას არ იღებს. კაციშვილი არც ოპოზიცია, არც პოზიცია. ავარიულ ბინებს გულისხმობთ ქალბატონო? თემაზე საერთოდ არ ქალბატონო, ავარიულ ბინებს გულისხმობთ თქვენ? რა თქმა უნდა, ავარიულ ბინებს, რომელიც ინგრევა ჩემო ძვირფასო და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ და კაციშვილი პატრონი არ არის. კაციშვილი არც ოპოზიცია, ნუ ეწყინება ნურავის და პირდაპირ ვლაპარაკობ, საერთოდ ერთი სიტყვა, ნახევარი სიტყვა არ გამიგია მე ოპოზიციისგანაც კი. და ოპოზიციაში თქვენს გულისხმობთ სხვათა შორის მინდა გითხრა და ეს გაითვალისწინეთ თუ შეიძლება. კაციშვილი პატრონი არ არის. ეს ერთი, მეორე, რატომ არ არის სანეპიდემ სადგური ქალაქ თბილისში? შეჭამა თაგვებმა, ვირთხებმა და ამ რაღაც საზიზღობებმა მთელი ქალაქი. აი, მაინტერესებს, რატო ადგება ეს საკითხი, საერთოდ არავის არ აინტერესებს, არავის არ გაწუხებთ ხალხნო, ჩვენ გვაწუხებს. ჩვენ გვაწუხებს და ეს საკითხი უნდა იყოს ძალიან სერიოზულად დაყენებული. როდესაც იყო კოვიდ ფაშიზმი ჩვენთან საქართველოში, მაშინ ყველა იძახდა, უი, ასე ცხვირზე აიფარეთ, ამაზე აიფარეთ და ის რომ ვირთხა და თაგვი დარბის შენთან და შედის ოთახებში და სახლებში და ის
გამტანია ყველანაირი სიბინძურის და ყველანაირი ავანტყოფის ეს რატო არ აწუხებს არავის თქვენ იცით რომ მერიაში რო შეიტანო განცხადება ვირთხებზე და თაგვებზე არ ღებულობენ საერთოდ ამ განცხადებას საერთოდ არ ღებულობენ ის კი არა რომ გადააგდებენ უბრალოდ გეუბნებიან რომ ჩვენ ამას არ ღებულობთ აი ეხლა მითხარით მე თქვენ რატომ არ ღებულობთო მიზეზი რა მიზეზი იმიტომ რომ არ აინტერესებთ ეს საკითხი გენათო აი კითხეთ თქვენ თვითონ მაშინ და იკითხეთ კაცო მე ვერ შევიტანე ვერანაირად არც ერთ ადამიანს არ შეატარინეს ის განცხადება იმ ვირთხებზე და თაგვებზე და შეჭამა ამ ვირთხებსა და თაგვებმა ეს თბილისი და მე თქვენ გეუბნებით რომ ეს საკითხები საერთოდ არავის არ აინტერესებს ამისგან ავადმყოფობები არ ცევდება ამისგან ადამიანი არ ავადდება ესე როგორ შეიძლება ეს მიდგომა ძაღლები დარდიან აჭვენს ვერ გავიგე იმ საჭმელს ვირთხად შეჭამდა ყველა შეჭამს ვერ გავიგე დაინგრა ეს ქალაქი ვერ არ შეიძლება ესე იცით აი ძალიან წყინს თითქოს ვიძახით რომ ჩვენ პროგრესული ვართ ჩვენ უკეთესები ვართ ვინმე მსხვები მაგრამ მე არც ერთხელ არ გამიგია აი ვუსმენ ყოველდღე თქვენს გადაცემას არც ერთხელ არ გამიგია რომ ამ თემაზე იყოს საუბარი ზოგადად ან საერთოდ ჩვენ ზოგადი საუბარი აღარ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება რეალური საქმე იმიტომ რომ თბილისი დაიღუპა ეს თბილისი ესა და თბილისელები ყველაზე მეტად გატანჯული არის თბილისელები დღეს დიდი მადლობა და ბოდიში ემოციისთვის მადლობა ქალბატონო ზარისთვის პირველი ის რომ თქვენ დაიწყეთ ამ ნარკოტიკებზე საუბარი და ეხლა მე ისე არ გამომივიდეს ვიღაცას არ ეგონოს რომ მე ვეწინააღმდეგები იმ ცვლილებებს იმ გართულებებს თქვათ იმ ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით არამც და არამც ეს შემთხვევით ძალიან მისაღებელია და გასახარი ამბავია რა თქმა უნდა რაც უფრო გაძლიერებდება და გართულდება თქვათ ამ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში ეს საკითხი ჩემთვის მისაღები იქნება მე ვსაუბრობ სწორედ თუ კი თქვათ ნარკოტიკულ პრობლემაზე რა ქვია პროგრამებზე ვსაუბრობ და ისტორიად ხელისუფლების მიდგომებზე მე მინდა აუცილებლად რომ ყურადღება მიექცეს სწორედ აი ამ მეტადონის პროგრამას რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოა და იმის მაგივრად რომ რაღაცა მართლა დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს პირიქით ის უფრო და უფრო უარეს და უარეს ჭაობში იწობს ამ ჩვენს ახალგაზრდობას და ამიტომ ეს არის მისახედი და ესაც გასაკეთებელია იმასთან ერთად რომ იმ ნარკორეალიზატორებს დახვებით და დაძდევთ ეს კარგია მაგრამ ესაც მისახედია რა თქმა უნდა ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენ თემას ჩემო ქალბატონო მე მინდა გითხრათ რომ ეს სანეპი სადგურები არა მხოლოდ თბილისში მთელ საქართველოში აღარ არსებობს ეს ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილის დროს რომ აკრძალეს და ჩათვალეს რომ ეს საჭირო არ იყო აი ასე მოდის დღემდე მინდა გითხრათ რომ მე ვწუხარ თქვენ როგორც ჩანს არ მოგისმენიათ პირადად მე ძალიან ბევრჯერ მისაუბრე ამ თემებზე ძალიან ვარ გამწარებული და გაბრაზებული ამასთან დაკავშირებით მეცაც გეტყვით მე წინა წლებში 2016 წელს 2014-ში 16-ში კენჭს ვიყრიდი დუშეთში შემდეგ კენჭს ვიყრიდი ვაკეში და ყოველთვის ჩემი წინა საარჩევნო დაპირება იყო ის რომ აუცილებლად სწორედ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვიბრძოლებდი და ძალიან ბევრს გავაკეთებდი ამ მიმართულებით მაგრამ როგორც ყოველთვის ქართული ოცნების კანდიდატზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს ამ ქვეყანაში ამიტომ ყველა მაჟორიტარული ოლქი ადგილობრივ არჩევნებში იყო თუ საპარლამენტო არჩევნებში რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას მიქონდა თუმცა ეს მაჟორიტარობა ახლა აღარ არის ახლა ეს პროპორციული სრიებია და გეთანხმებით სრულად ჩემო ძვირფას ქალბატონო ახლა თქვენ რახან ძველ უბანში ცხოვრობთ და იქ უკვე ძველი სახლებია მინდა დაგაიმედოთ რომ არჩევნებისთვის მოვლენ ქართული ოცნების წარმომადგენლები შეხვდებიან დაგპირდებიან მაგრამ დაპირება დარჩება მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენთან 2000 რომელში იყო ადგილობრივი არჩევნები 2021-ში იქნებოდნენ აუცილებლად თქვენთან მოსულები და დაგპირდებოდნენ რომ სახლებსაც გაგიკეთებდნენ და ამ რაღაცა სიბინძურესაც მიხედავდნენ მაგრამ ხალხს ჯერა და მაინც აძლევთ ხმას ამ ქართულ ოცნებას ახლა მე თქვენზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი მაგრამ თქვენ სამეზობლოში ძალიან ბევრი და ამიტომ რაღაცა ცოტა უნდა აზემოვიდეს ხალხი და მიხვდეს მართლა რეალურად ვინ რისი გამკეთებელია და ვის რა დაპირებები აქვს და ვინ რისკენ მიდრეკილია და რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ ამ თემას პირადად მე ძალიან ბევრჯერ მისაუბრე ამ თემაზე სავარაუდოდ რაღაცა ცდომილება თქვენ არ მოგისმენიათ ზარია პირდაპირ ეთერში ბრძანეთ გისმენთ Алло, გამარჯობა. მოგესალმებით. იქნებ გაბრიელ საულოსის ქუჩაზე გააკეთა კომენტარი ბასლაინი როგორ გიეთეს რა. რომელ ქუჩაზე? გაბრიელ საულოსის ქუჩაზე. დიახ.
კი პეჭა ქალაქი და არ მახსოვს მან რა საცობი ყოფილიყო გაბრიელსალოსი კი ბატონო ეს სადღაც იქეთ სამგორისკე ხო ეს ქუჩა მე მგონი კი ბატონო კარგი გენეცალე მადლობა დიდი ზარისთვის გავაგრძელოთ ახლა კვლავ ჩვენი თემა მე ვსაუბრობდი იმ პროგრამებზე და პროექტებზე რომელიც შემოტანილია საქართველოში მე ვსაუბრობდი სწორედ აი ღვიძლის მკურნალობის პროგრამაზე მინდა გითხრათ რომ მე მქონდა ექიმებთან საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით ახლა თქვენთან რომ მოვდიოდი და იცით რა მითხრეს ექიმებმა მითხრეს რომ ჩვენ არა გვაქვს არანაირი მონაცემიო ვინმე თუ განიკურნაო ამ მითიო რა ქვია პროგრამითო ვინმე კი არა განიკურნა რა თქმა უნდა მაგრამ რამდენი განიკურნა რეალურად მაგრამ რამდენი გარდაიცვალაო სწორედ ამ პროგრამითო ისიც არ ვიცითო ანუ ამ პროგრამას ჰქონდა რიგი უკუჩვენებები თავიდან რომ შემოიტანეს იქ იყო რაღაცა ესეთი პრეპარატი ჰარვონი და აი ამ ჰარვონმა ძალიან ბევრზე ძალიან ცუდი ზემოქმედება იქონია და ძალიან ბევრი ადამიანი ვთქვათ დავკარგეთ სამწუხაროდ ანუ მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას რომ როდესაც რაღაც პროგრამებზე მესაუბრები, რაღაც პროექტებზე მესაუბრები, უფასო გამოსაჯამრთელებელ პროგრამებზე მესაუბრები, ეს უნდა გაკონტროლდეს აუცილებლად წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უკუჩვენებებს. აი ეს არის ამაზე მინდოდა მესაუბარი ახლა ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ დრო კიდე მრჩება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა მე ზოგადად ამ ბოლო დროს სულ გავურბოდი მიხეილ სააკაშვილზე საუბარს, მაგრამ არ შემიძლია დღეს ამ თემას არ შევეხო, იმიტომ რომ ის რაც ხდება ამ ადამიანთან დაკავშირებით, ადამიანი თუ არის საერთოდ არც ვიცი, ამ ადამიანთან დაკავშირებით ეს პირდაპირ აღმაშფოთებელია ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მისი ტირანია, მისი დესპოტიზმი და მისი სადიზმი გამოვიარეს სწორედ მეც და ჩემმა ოჯახმაც და ჩემმა საახლობლომაც ამ ქვეყანაში. ეხლა მე მაქვს ასეთი კითხვა ჩემს ტელემაყურებლებთან და ვფიქრობ რომ თქვენი უდიდესი ნაწილი თუ არა სრული უმრავლესობა და სრულად 100% და არ დამეთანხმება იმაში რომ სავარაუდოდ ნაკლებად გეცოდინებოდათ რომ მიშა სააკაშვილს რამოდენიმე $1000 ღირებულების რაღაცა ლაბადა ეცვა, ქაშმირის ლაბადა ეცვა, ან ხელნაკეთი 4 პიჯაკი ქონდა თუ რაღაც ქონდა. დარწმუნებული ვარ თქვენ ეს არ იცოდით. დარწმუნებული ვარ იცოდით ის რომ მიშა სააკაშვილი ულმობლად ხალხს ციხეში ხოცავდა. მიშა სააკაშვილი ხალხს ციხეში აპატიმრებდა ყველას. მიშა სააკაშვილი რეკეტს უწევდა ბიზნესს. მიშა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ხალხს. მიშა სააკაშვილი ფულებს ფლანგავდა ნამდვილად. მიშა სააკაშვილი იყო პირსისხლიანი ადამიანი, რომელმაც გაყიდა და უმიწაწყლოდ დაგვტოვა ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 21% ჩააბარა რუსეთს. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ მიშა სააკაშვილი იყო ორმაგი აგენტი რუსეთისაც და ამერიკისაც, ეგრეთ წოდებული ოქროს აგენტი, მაგრამ ის რომ მას ასეთი ძვირადღირებული ლაბადები და რაღაცა პიჯაკები ქონდა, ეს არ ვიცოდით. ანუ რისი თქმა მინდა მე ამით იცით. ჩვენ დღეს ვხედავთ რას? ვხედავთ იმას, რომ მიშა სააკაშვილს ასამართლებენ იმ თემებით და იმ თემებზე, რომელიც ჩვენ საერთოდ არც შეგხვებია, არც გვაინტერესებდა, ვერც ვხედავდით და არ გვტკენდა იმ მომენტში. ის რაც გვტკენდა, ის რაც რეალურად ვიცოდით, ის გენოციდი რომ მოუწყო საქართველოს მოსახლეობას, ის რომ მიწები ჩაგვიბარა, გაგვიყიდა, ის რომ ომი მან დაიწყო, პროვოცირება მოახდინა ამ ომის და რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა ამ ომში, ხო? რამდენი ადამიანი უსახლკარო დარჩა და დღესაც კვლავ უსახლკაროდ რჩებიან ეს ადამიანები. ამაზე რატომ არ ასამართლებენ? კარგით, ახლა მეტყვით ვიღაც სიტყვის, რომ ამაზეც მერე გაასამართლებენ და რატომ მერე? რატომ ახლა არ დაიწყეს ამის გასამართლება? ანუ ახლა მეუბნებიან, რომ აი მიშას თურმე 2030 წლამდე საპატიმროში მოუწევს ყოფნა. კიდევ კარგი, რომ ის შეკრებითობის კანონი არ არის, რომელსაც იგი იყენებდა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, როდესაც ხელისუფლებაში იყო, ხო? ანუ
დღეს მიშას ასამართლებენ ჩემთვის, ირმა ცხორაგაულისთვის სრულიად უმნიშვნელო თემებზე, სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე. და რატომ არის ეს ადამიანი კვლავ და კვლავ გამასაჯანსაღებელ რაღაცა დაწესებულებაში? ანუ მიშას დროს ქართულ ოცნებას მინდა კვლავ მივმართო. მიშას დროს, როდესაც ჯამრთელ ადამიანს აკავებდნენ, ის ან დაავადებული, სასიკვდილოდ დაავადებული გამოდიოდა იმ საპატიმროდან, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ ვეღარ გამოდიოდა იმ საპატიმროდან, ხო? დღეს გიჟი ავადმყოფი მიშა სააკაშვილი დააკავეთ და ისე გამოაჯამრთელეთ, რომ მას თუ კი ვთქვათ, უნდა ეცხოვრა, არ ვიცი მე 30-50 წელი, ეხლა ალბათ 100 წლიანი გახადეთ. ანუ შეუქმენით ის სასათბურე პირობები, ეს კაცი საპატიმროში არ არის, რატომ არ გადაყავთ იმ საპატიმროში? რატომ არ გადაყავთ, რატომ არ აგებინებთ პასუხს აი იმ თემებზე, რაც რეალურად რამაც დაგვაზარალა და გაგვანადგურა, ოჯახები რომ დაანგრია, შულები რომ დაგვიხოცა, ტერიტორიები რომ გაგვიყიდა. არ გვაინტერესებს ჩვენ მისი ლაბადები და არ გვაინტერესებს ჩვენ მისი პიჯაკები. გაასამართლეთ იმაზე, რაც გასასამართლებელია. ეხლა ეთერი იწურება ნამდვილად, მე ძალიან მინდოდა კვლავ იმ სტუდენტებზეც საუბარი, ეხლა რამდენად მოგწონს ჩვენ რომ სტუდენტები უნივერსიტეტიდან არიან გამორიცხული, მინდოდა თქვენთან ამაზე რაღაცა დიალოგი მქონოდა სამწუხაროდ ჩემი დრო იწურება. ანუ ის რომ ნარკოპოლიტიკა რთულდება, ეს კარგია, მაგრამ მეორე მხარესაც მიხედოთ, რასაც მეტადონის პროგრამა ქვია, თუ კი რეალურად გინდათ დაგიჯეროთ, რომ თქვენ სწორედ აი ამ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით რაღაცა დადებითი ძვრები გინდათ და რაღაცა ჩვენ შვილებზე და ჩვენს მომავალზე ზრუნავთ. ეს ერთი საკითხი და მეორე, აი დარწმუნებული ვარ, ეხლა ვინც მისმენს, ჩვენი მსმენელის 90 და 99% მეთანხმება იმაში, რომ ნება იბოძეთ და გადააბრძანეთ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც გადასაბრძანებელია, სადაც ჩვენი ოჯახის წევრები იხოცებოდნენ, სადაც მათ აწამებდნენ და რეალურად მიუსაძეთ ის სასჯელები და წამოწიეთ ის საქმეები, რაც წამოსაწევია. მე კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე, ღამენებისა.